დასანახზე სწორედ აქ უნდა გამოევლო და მერე დურბინდი თითქმის ცის დასალიერამდე შეძლებდა თვალთვალს. ასეც მოხდა, მაგრამ კაცი შორს არ წასულა. 9 კილომეტრში ხელის პირას გაჩერდა, ტვირთი ჩამოიღო, ცხენი დააბა, თხელი ყინული ჩაამტრია და ქვიშის რეცხვას მიიღო ხელი. ეს კი იყო რატომღაც წარამარა ათვალიერებდა მიდამოს. გორა ქოხისკენ დაიძრა. გორამ ქოხს ჯერ გარშემო შემოუარა. სარკმელში შეიხედა. ყველაფერი საგანგებო ყურადღებით შეისწავლა. იყნოსა კიდეც და მერეღა გადასწია კრეც საბნელი. ლატნებით შეკრული ვიწრო, ტყაპუჭ გადაფარებული ტახტი, ასეთივე ტაბლა, თუნუქის ღუმელი და სარკმლის ძირას პატარა ფიცრის მაგიდა. სხვა არაფერი. ტაბლაზე დარეცხილი ჭურჭელი ელაგა. მაგიდაზე სხვადასხვა სისქის რვეულების დასდა. ერთი სასკოლო რვეული გადაშლილი იყო, ზედ კოხტად გათლილი ფანქარი ეკდო. ჭერში ხარიხაზე დიდი საველე ჩანთა ეკიდა. ქაღალდი ჰქონდა ბიბნეული კინძის დავით. ნაწერი მოჩანდა, ქოხი დაბალი იყო. გორას თითის წვერებზე ადგომაც კი არ დასჭირვებია, ლამაზი. ადვილი ხელით ეწერა, რომ ჩანთაში ქოხის პატრონისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, ხელშეუხებელი, ზუსტად გამოთვლილი რაოდენობის პროდუქტებია. სტუმრის სულუფა ქვაფშია, შეუძლია მიირთვას. ამას გარდა უფლება აქვს წაიღოს მხოლოდ 10 ცალი 12 კალიბრიანი ვაზნა. სხვა არასგზით არაფერი. ქოხის პატრონმა ყველაფერი იცის და დარწმუნებულია იმაშიც, რომ ვიზიტორის მოსვლა გართულებას არ გამოიწვევს. შეხვედრა არ არის საჭირო, ჭამე და წადი. ხელი არაფერს ახლო თორემ დაგეწევი. მიტილენიჩმა მივლენება გაიფორმა. ურენგოიში ჩავიდა იმ იმედით, რომ იაგორ კარგარეთლის მუშაობისა და ცხოვრების ადგილზე რაიმე დამატებითი ინფორმაცია მიიღო, თორემ მისი გასამართლებისა და სასჯელის გამო საქმიდანაც ყველაფერი იცოდა. მისთვის პასუხგაუცემელ კითხვად რჩებოდა, თუ რა მოიყვანა იმ 64-დან საქართველო რომ ქვია ამ ჯოჯოხეთში. შორეული ჩრდილოეთი რომ ქვია. ადამიანი, რომელსაც თავისუფლებაში არაფერი ჰკლებია და კაცმა რომ თქვას, არც პატიმრობებში იყო. ჟიემწყურვალი. მეორე ის თუ რა ურთიერთობები ჰქონდა ურენგოიში, ვისთან, როგორი და რატომ დამთავრდა მისი ამ ქალაქში ცხოვრება, სახელდობრ ამ ურთიერთობათა გართულების გამო. პირველ კითხვაზე, ანუ რატომ წამოვიდა საქართველოდან, პასუხის მიღებას მისი აზრით იაგორ კარგარეთელის აღვანაში მეათე ხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. ხოლო ურენგოელი ურთიერთობების კვლევა იმისთვისაც იყო საჭირო, რომ ვნახოთ და სწორედ იქ მიბრუნდეს ხელის შემწყობთა დასაყრდენის საშოვნელად, ან სხვა რაიმე მიზნითო. მიტილენის ურენგოიში თავისი ყოფნა არამარტო გამართლებულად მიაჩნდა, არამედ თვითმფრინავში, როცა მივლინების შედეგები მოიხილა, ხელები მოიფშვნიდა და კმაყოფილების ნიშნად გაიღიმა კიდეც. დაბრუნდა კაბინეტში შესვლისთანავე რელიეფურ რუკას მიადგა. იფიქრა, ხელები უკმაყოფილოდ გაასავსავა, საწერ მაგიდას მიუჯდა და ფიქრი განაგრძო. ქრონოლოგია დასაზუსტებელია. ამჟამად ურენგოიში არც ის სანცოვიჩანს და აღარც პოლინა ცეზარევა, მისი საყვარელი. ამათი გაქრობა მას შემდეგ მოხდა, რაც კარგარეთელმა სასჯელი მიიღო. საქმე დიდხანს გაჯანჯლდა. ორმა კაცმა უაპელაციოდ დამიდასტურა, კარგარეთელი არ უნდა ჩამჯდარიყო. სანცოვმა და ცეზარევამ მოიცადეს, სანამ კარგარეთელს განაჩენს გამოუტანდნენ და გაქრნენ. აი ასე მიტილენიჩი, კარგარეთელს ფული არასოდეს ჰკლებიაო, თავდაჭერილი მარტოხელა კაცის კვალობაზე ცხოვრობდაო. არა, საყვარელი ცხოლია, ძმაკაცების და ქეიფიც უყვარდაო, მაგრამ ზომიერადო. მეორე მხრივ, იმ დედაკაც ჯერ კიდევ კარგარეთელის საყვარლობაში გაუჩენია ახალი საყვარელი, სანცოვი. რა ძალამ გააჭიანურა გამოძიება სასამართლოდან საქმის ხელახლა გამოსაძიებლად 4 გზის დაბრუნება რით აიხსნება? ვისი ხელი ტრიალებდა? თვით კარგარეთელს, როგორც მითხეს, თავის დასახსნელად თითი არ გაუძლევია. დღესდღეობით სანცოვის არაფერი ვიცით, ჩახლართულია ყველაფერი. კარგი და საით გადაიკარგნენ ცეზარევა და სანცოვი? ერთად თუ ცალ-ცალკე? მოიცა. საპოვნელია კაცი, რომელიც ურენგოიში მუშაობდა და ახლა სხვაგან არის. ხომადვილი შესაძლებელია, რომ ცეზარევა თავის ახალ სიყვარულს ახალ სამუშაო ადგილზე წახვა. ეგრეები გააბი მიტილენიჩი. როგორც უნდა იყოს, ის ახალი საყვარელია საძებნელი.
ცეზარევე მასთან იქნება, ულაპარაკოა. თუ მთელი კონსტრუქცია ცოტაოდენ ყურადღებას მაინც იმსახურებს მიდელენიჩი. და კიდევ ერთი, ვინ არის და სად არის ვინმე აშნა. ეს ხომ მეტსახელია. მისი გვარი, სახელი, ადგილსამყოფელი უნდა დადგინდეს. რა შუაშია ვიღაც ნაპატიმრალი თათარი თუ უზბეკი. იმ შუაშია, რომ უნდა დადგინდეს მეთქი. ეხლა ზოგი იმათზე ვთქვათ. ვისი დახვრეტა იყო თუ ბანაკებში მოსპობა, მოასწრეს. ვერ ვიტყვით, რა მოტივებით უნდა ეხემძღვანელა ხელისუფლებას, რომ ვთქვათ ზაქარია. რა გვარი იყო ის სულელი? ხო, რომ ზაქარიასთანა ხალხის გასანადგურებლად დროდადრო შრომა დაეხარჯა. ზაქარია სტალინის დაცვაში ნამსახური. ჯერ კიდევ არც თუ ხნიერი, მაგრამ რომელიღაც სნეულებისა და სისულელის გამო იმ სამსახურიდან გათავისუფლებული კაცი გახლდათ. შორეულ ნათესავად გვერგებოდა. 1000-ში ერთხელ თუ მოგვინახულებდა ხოლმე, ახალ წელიწადს, პაპაგორას დაბადების დღეს. ისეთი წელიწადიც იყო, სულ არ მოვიდოდა. არიან ამგვარი ნათესავები. იმის მოსვლა და სტალინზე ლაპარაკი, ქება, ხოტბა დიდება და აღტაცება ერთი იყო. 1000 რამეს ყვებოდა, მაგრამ ერეკლე კარგარეთელს ყველაზე მეტად ის მოსწონდა, სტალინმა როგორ არა ამის გახსენება ნახდადღეს. ეს ნოველა პაპაჩემის მიერ ზაქარიას სტალინიანად წოდებულ ნაამბობთა შორის უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია, მაგრამ მკაფიოდ ხატავს 30-იანი წლების ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს. ზაქარია იმჯერად სტალინს რომელიღაც კურორტზე იცავდა. ბუჩქს უკან იჯდა და მიდამოს ზვერავდა. სამთავრობო აგარაკების პარკები სტალინის დროს და ეხლაც საიმედო გალავნით არის შემოზღუდული. მაგრამ იქაური დამსვენებლის მისვლა უშუალოდ გალავნამდე დაცვისთვის არასასურველი იყო. და აი რატომ. ეს ერთმა ღმერთმა იცის. სასეირნო ბილიკებზე გალავნიდან კარგა მოშორებით პატარა დაფები ერჯო, გამაფრთხილებელი წარწერით. აქ საზღვარია. ამას იქით ნუ არ წახვალთო. ხოლო გალავნის ძირას ამა თუ იმ სახის საფარში მცველები ისხდნენ, მათი მოვალეობები რამდენადმე გაუგებარია, რადგან გარეთ გუშაგები კედელზე არავის გადმოუშვებდნენ, შიგნიდან გარეთ გადამძრომი იქ დამსვენებლებს შორის ძნელად თუ ვინმე მოიძებნებოდა. ამასთან ერთად საფარში მიყუჩებულ მცველს არც იმის უფლება ჰქონდა საზღვარს გადმოცდენილი დამსვენებელი დაებრუნებინა. და საერთოდ არც განძრევისა, თუნდ რიყის ქვა მოხვედროდა თავში. აბა წარმოიდგინეთ, მოდის თქვათ ლაზარ მაისეევიჩ კაგანოვიჩი. გადმოსცდა საზღვარს. რა, გამოძრები და ეტყვი? წადი გაბრუნდიო. რას ამბობ, კაცო? გამოძრები კი არა, გაფაჩვენების უფლებაც კი არ იყო. მოკლედ ზის ბუჩქს უკან ზაქარია და სტალინს იცავს. ეხლა როგორ ყვებოდა? 3 წელიწადი იქ ამსახურობდი. სტალინი ერთხელა ვნახე, ეგ იყო და ეგ. ხან სად დამაყენებდნენ და ხან სადა. არა, შორიდან ხედავდი ხოლმე როგორ არა, მაგრამ ისე რომ აჰა, სულ ახლოსა ერთის მეტად არა. რაც მართალია. დიდი ბუჩქი იყო, გაბარდული. რაღაცას ეტყვიან იმ ბუჩქს, აი დამავიწლა. ზივარ და გამოჩნდა ჩემს ბილიკზე სტალინი. მოდის ხელების ზურგს უკან აქვს ჯვარედინათა და მოდის, გაჩერდება, რამეს დააკვირდება ანცას ასკერის, ფიქრობს რაღაცაზე და წამოვა ისევა. მაგას რო საფიქრალი სადარდებელი აქვს, აბა, შენს კარგად მოგეხსენება. ეგრე მოდის ნება, მოდის და მიახლოვდება. სანამ აბრასთან მოვიდა, 3ჯერ თუ 4ჯერ დადგა. გავწკერი ტოცსა და ტოცშუა, ფოთოლსა და ფოთოლშუა, ფიქრობ, ნეტავი ახლოს მოვიდეს, კარგა ვნახო მეთქი. აბრამდის მოვიდა, გაჩერდა, წაიკითხა. ხელები ისევ ზურგს უკან უჭირავს, ფიქრობს. მერე დაიძრა და გადმოსცდა აბრასა. გადმოსცდა და ჩემსკენ მოდის, კაცო. ვზივარ განაბული. ისევ დადგა და ახლა ბუჩქს დაუწყო თვალიერება. ჩემს ბუჩქსა, მე რო ვზივარ იმასა. გულს შემომეყარა. არ გაწყვეს ღმერთი, არ შეამჩნიოს საფარში ვინმე თუა და უფროს არ უთხრას, იქ ვინა გყავდაო. დამითხოვენ სამსახურიდან, ნამდვილია. დათხოვნა რაღა, უამკაცო ჩემი სიცოცხლე რაღა სიცოცხლე იქნებოდა. იმით მედგა სული. ამოდენ ადამიანს ვემსახურებოდი, ამოდენა კაცსა. ხუმრობ შენ. ზივარ და მოდის. სანამ ზედ ბუჩქზე მოვიდა, კიდევ დადგა.
გალავანს დაუწყო თვალიერება. დაათვალიერა. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გამოიარა და თავს წამომადგა. ეგრე ითქმის, თორემ ვერ ამხედავდა, ვერ ამეთქი. დგას აქეთ-იქით იყურება, დარწმუნდა არავინ არისო. ამოიღო და ფსმას მიყო ხელი. ფსამს და დამდი ზედა და აბა გაინძერია. ნიპალოჟენო. ან რად უნდა გავინძრე, სტალინია, კაცო. გაათავა დაიბერტყა, შეინახა, ღილები შეიკრა. ლამაზად ჩადიოდა ამასა, ძალიან ლამაზად. გაბრუნდა და წავიდა. ისე ნება სიარულით. ზაქარიას იუმორის გრძნობა ემბრიონულ მდგომარეობაშიც კი არ ჰქონია. მეტიც, თხრობას მშვიდად იწყებდა. თანდათან აღზნება ემატებოდა. შუბზე, ნიკაბზე ოფლის წვეთები ასხდებოდა და ლაპარაკს მოულოდნელად წყვეტდა. თითქოს სიტყვას ძეწგვზე ეცული დაურტყა ვინმემ. ზაქარიას სტალინის მოკლა სურვილი თუ განზრახვა დასწამეს და დახვრიტესო, ხმა გავარდა. ტყუილი აღმოჩნდა. ენის ჭარტალისთვის აუყვანიათ. ჩვენი საყვარელი ბელადის კომპრომეტაცია როგორ გაბედეო. 1940-ის გაზაფხულზე დაბრუნდა სასალამათი გენერალური პროკურორისთვის მიუწერია, კითხეთ, ეგრე თუ არ იყო. წარმოდგენილი მაქვს, როგორი სიცილ ხარხარი იდგა კრემლის კაბინეტებში, მაგრამ ჩეკისტები გაწმილებას ვერ შეარჩენდნენ. ზაქარია ისევ დაიჭირეს და დახვრიტეს. შემეძლოს გინების წიგნში შევიტანდი. განამსოფლიოში კიდე მოიძებნება კაცი, რომლისთვისაც სტალინს პირადად დაეფსას. ჩემთვის რეპრესიები ბატონ ბესო ზედგინიძის დაპატიმრებით დაიწყო. ოჯახში ითქვა დაიჭირესო. ბესო ზედგინიძე გორაპაპას მეგობარი გახლდათ. სახელოვანი სწავლული და ევროპულად განათლებული ინტელიგენტი, იმდენად მოგზალებული კაცი იყო, რომ ასეთი რამ გადახდენია. ექსპედიციაში ყოფილა ნორნი, თავად და კიდევ ერთი სწავლული, პატარა კარვები ჰქონიათ. ერთ დილას ბესო ამდგარა, საუზის მზადება შედგომია. კოლეგას გამოიღვიძება, დავნაყრდებით და საქმეს შეუდგებითო. კოლეგამ არ გამოიღვიძა, არც იმ დღეს, არც ღამით. მოკვდა. ბატონმა ბესომ მხოლოდ მეორე დღეს შებედა მიცვალებულს გაღვიძება. ერთხელ ბატონი ბესო პაპაგორასთან მოვიდა. ისაუბრეს, ჭადრაკს მიუსხდნენ. მეორე და მესამე ხელზე სტუმარს რაღაც ისეთი წუხილი შეუჩნდა, რომ მეც კი შევატყე. პაპაგორამ ჰკითხა, ბესო, რაღაც გაწუხებს, მე ხომ არ შემიძლია დაგეხმარო. მოხუც როსტოვში სიძე ხოლოდა, მძიმე ავადმყოფი. უცხოური წამალი შემოუთვლიათ. აქ არსად არის. იქნება მანდ კონტრაბანდით შემოტანილი იშოვნოთ სადმეო. თბილისში არც სააფთიაქო სამმართველოს ჰქონია, არც საავადმყოფოებს. ჩასულა ბატონი ბესო მაიდანში. უშოვნია. მოსკოვის მატარებელზე გაუტანია. ნაცნობი ვერავინ უნახავს. მერე ორი ღირსეული იერის ლუცნობი შეუნიშნავს. მისულა, ბოდიში მოუხდია, თავისი სათხოვარი უთქვამს. დიდი სიამოვნებით, ბატონო. მაგას როგორ დაგზარდებითო? წამალი გამოურთმევიათ. ავადმყოფის გვარსახელი და ადგილსამყოფელი ჩაუწერიათ. გამომშვიდობებია ბატონი ბესო და წამოსულა. პაპაგორამ უთხრა, მაკაცების ვინაობა თუ იციო. ბატონმა ბესომ მიუგო, იმ ვითარებაში გვარებისა და მისამართების კითხვა უნდობლობის გამოხატვას ნიშნავდა. ეგ არ მადარდებს. წესიერი კაცები არიან, უეჭველად მიიტანენ და გადასცემენ. და მაშა გაწუხებსო. პაპაგორამ ჰკითხა. ბატონმა ბესომ თავის სინანულით გაიხნია და განმარტა. ბატონო ბესო, მიცნეს, მე კი ვინაობა არც ვკითხე. იქნება იმ კაცებს უნდოდათ მცოდნოდა სახელდობრ ვინცემ და პატივს. გამოვთაყვანდი და ეგ არის და რა ვიცი. აბა, უნდა მეკითხა ვინაობაო. გორაპაპა ჩაფიქრდა. გაიცინა და თქვა, არა, მართლა მაგ ვითარებაში როგორ უნდა მოიქცეს კაცი. ისე შენ მაგნაირ რამეებში გაბმის საგანგებო იღბალი გაქვს. მეორე შემთხვევა გაიხსენეს ოციანი წლების დასაწყისის ამბავი. ბატონ ბესოს თავისი რუსი კოლეგისგან დეპეშა მიუღია თბილისს მოვდივარ, კვირას, დილის 10 საათისთვის სასტუმრო ორიენში დაგელოდებითო. ბატონ ბესოს კვირადილი თავისი უმცროსი ვაჟი წაუყვანია, 11-12 წლის ბიჭი. სტუმარს მოვინახულებთ და მერე აბანოში წავალთ. გზად გორა კარგარეთელი შეჰყრიათ. ისიც აბანოში მიმავალი. ბატონ ბესოს უთქვამს, ნომერი მაქვს შეკვეთილი.
ერთად ვიბანაოთო. იაგორი დათანხმებულა და სასტუმროშიც ახოლია. სართულზე ავიდნენ. ნომრის ზებნა დაიწყეს. ორი სხვადასხვა ნომრის კარი გვერდიგვერდ იყო. თქვათ 23 და 25. ბატონ ბესოს 23 სჭირდებოდა და შემთხვევით 25-ს კი მიუკაკუნა. კოლეგა მოლოდინში იყო, გონია ჩემთან აკაკუნებენო და დაუძახია, მობრძანდითო. ბატონი ბესო ახლო მეგობართან იყო მისული. კარი თამამად გამოაღო და რა დაინახა. საწმერთული ზამარა ქალი. ქალმა ღია კარში მამაკაცი რომ დაინახა, შეჰკივლა. ბატონმა ბესომ ელვის სისწრაფით მიაძახა, პრასტიტი, გასპაძინ და კარი უმალვე მიხურა. ამ დროს 23 ნომრის კარი გაიღო და კოლეგამ სტუმრები შეიპატიჟა. ისაუბრეს, შეთანხმდნენ და წამოვიდნენ. ბიჭმა მამას კითხა, იმ ნომერში ქალი იყო და შენ კი როგორც მამაკაცს გასპადინობით მიმართე. შეგეშალავ. მამა მიუგო, არა შვილო. ეგრე განზრახ მივმართე. ეგონოს რომ მამაკაცად მივიჩნიეთ. სირცხვილის გრძნობა აღარ ექნებაო. ასეთი იყო პროფესორი ბესოს ედგინიძე. დიდი ხანი არ გასულა, მამას მეგობრები გვესტუმრნენ. რომელიღაცამ ბატონი ბესო ახსენა. მამამ ეს შემთხვევა უამბო. რეაქცია სწორი იყო. სიჩუმე და ფიქრი. მერე გავიგე ერთ-ერთმა ამ ამბავს ედგინიძის ვნებანი უწოდა. ვისი ჭერდნენ და ანადგურებდნენ კიდევ. ვიღას არა. წითელი ჯარი რომ შემოვიდა, საქართველო გასაბჭოვდა. სულ მალე თბილი სტალინი ესტუმრა. პლეხანოვის კლუბში მუშებთან შეხვედრა მოაწყო. უსტვინეს ტრიბუნიდან ჩამოაგდეს. წასვლის წინ აუდიტორიას 2 სიტყვა მიუგდო. ნახოთო. წავიდა კუ დამოძუებული. მაშინვე ორჯონიკიძემ და შემდგომში ბერიამ იქ დამსწრეთა სრული სია შეადგინეს. 30-იან წლებში ის მუშების სათითაოდ დახვრიტეს. ტექნიკუმში სასწავლო წლის დამთავრებისთანავე ავჭალის ბანაკებში მივყავდით. სამხედრო სამსახურს უკეთ ვთქვათ, მომზადებას გავდიოდით 2 თვის მანძილზე. შესანიშნავი მეთაურები გვყავდნენ, სხვადასხვა ორდენით მკერდ დამშვენებული, პირველი მსოფლიო და სამოქალაქო ომების მონაწილეები. პატარა ბიჭები ვიყავით, მაგრამ თავი ვეტერანებად გვეჭირა. ამაზე ჩვენი მეთაურები იღიმებოდნენ. უყაითობისთვის უყვარდით და ჩვენც ვიყვარდნენ ისინი, იმიტომ რომ მამებივით გვეპყრობოდნენ. ცხელი გვალვიანი ზაფხული იყო. კვირადღე, ყარაუში ვიდექი პროდუქტების საწყობთან. 20 მეტრში დიქტის ხუხულები იყო გამწკრივებული. ჩვენი მეთაურების საცხოვრებელი ხუხულები. ჩეკისტები მოგრიალდნენ. დახურული მანქანა მოიყვანეს. ვინც დაუხვდათ, ყველანი წაიყვანეს. ღმერთო ჩემო, კაპიტანი დემჩუკი, მაიორი ხანამიროვი, მაიორი დოლიზე, 11 ოფიცერი ერთად ელვის სისწრაფით. მეორე დღეს დიდი მიტინგი გაიმართა. გამოდიოდნენ უმცროსი მეთაურები, ჯარისკაცები და ისე გულიანად, ისეთი სიძულვილით ლანძღავდნენ სამშობლოს მოღალატეებს, კაც მართალი ეგონებოდა. ერთადერთი მეთაური შერჩა სტუდენტთა ასეულს, კაპიტანი ხურცილავა. ეს მოგვიანებით დაიჭირეს. მათი ასავალ-დასავალი აღარ მსმენია. ღმერთო ჩემო, რანაირი ხალხი გაება. ჩვენს ჟაქტში, ესე იგი სახლ მმართველობაში ვიღაც ტარასი მსახურობდა. სხვა თანამშრომელი უკრაინელი გახდათ. შებულებიდან დაბრუნდა, ხარკოვიდან და მასყრობით უთხრა ხარკოვში ვიყავი. იქ ტარას ძეგლი დაუდგეს. შენი ხომ არ არის ნაომარი კაცი ხარო. ტარასი მე-11 არმიის ჯარისკაცი იყო, იმ არმიისა, რომელმაც საქართველოს ანექსია განახორციელა. გამათავისუფლებელმა თავი დაიქნია. კი, იმ ადგილებში მიომია და მას მერე დაიჩემა, ხარკოვში ძეგლი მიდგას, პატივი მეცითო. რა დასახრეტი იყო, ვისრა ზარალი ჰქონდა მისი ლაღმობისგან. სრულიად გაუგებარია რა დააშავეს დებმა, მაიგურებმა. ორმა გამოთაყვანებულმა ბებრუსუნა. ორივენი შინაბერება დარჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობისანი იყვნენ. უფროსი არ გათხოვდა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ 18 წლისას ვიღაც რუსმა პოეტმა სიმთვრალეში უთხრა მიყვარ ხარო. იმის მოლოდინში დაბერდა. უმცროსი უფროსის ხათრით არ გათხოვდა, შრომობდნენ, თავს გაჭირვებით ირჩენდნენ. ისინიც წაიყვანეს. მათ ერთადერთ ოთახში პარტმუშაკი შეასახლეს. ვინმე ლადო ჯანჯალაძე დააწინაურეს. აბრეშუმ ტრესტის მმართველად დანიშნეს. მამა რამდენიმე დაწესებულების იურისკონსულტი იყო, მათ შორის აბრეშუმ ტრესტისაც და ეს ჯანჯალაძე როგორ ხას ჩვენს სადღესასწაულო სუფრაზე მოხვდა.
20-მდე სტუმარი ყავდა, ქალებიცა და მამაკაცების. შუა ქეიფში ჯანჯალაძემ ასანთის ღერი მოიმარჯვა და ყურებში ქექვას მიჰყო ხელი. ყურიდან გამოღებულ ასანთს სუფრის კალთაზე სწმენდა და ქექვას განაგრძობდა გულდასმით, დაჟინებით და დიდი ხნის მანძილზე აკეთებდა ამას. ჯანჯალაძეც დახვრიტეს. ბოგინაშვილი იყო ერთი რევიზორი, რომელიღაც მაღაზიაში დიდი ხნის გაუყიდავ და ამ მიზეზით ჩამოწერილ წიგნებს შორის ლენინის ნაშრომს მოკრა თვალი. მაღაზიის გამგეს პირდაპირ უთხრა ჩვენი საყვარელი ლენინის წიგნი ჩამოწერე, ხომ? იქვე დაწერა დასმენა და დააჭერინა ამ დანაშაულის ჩამდენი. გურიაში ოჯახის მამა მოხუცი კაცი გარდაიცვალა. ქელეხში თამადამ მისი რეპრესირებული შვილი სადღეგრძელოს თქვა. ყველაფერი ხდება, დააშავა თუ უდანაშაულოა, რა დარჩა მოსახდელი, 2 წელიწადიღაა. სავალალო ის არის, მამა რომ ვერ მოესწრო შვილის დაბრუნებასო. ამის გულისთვის თამადამ ციხეში ამოყო თავი და ბანაკებში გარდაიცვალა. მიცვალებულის შვილი დაბრუნდა, შემდგომში რეაბილიტაცია მიიღო და პარტიაშიც აღიდგინა თავი. რამაგის პასუხია და დაუშვათ შევძერით ყველაფერი. მივაღწიეთ აშნას საბრძანებელს. მივედით ხაბიბულას ქოხამდეც და შეპირებულ ადგილზე ქოხის გასაღები რომ არ იყოს მერე. მართლა რომ არ იყოს. სიცოცხლეს საერთოდ რა ფასი აქვს და ამის შემდეგ ხომ სულაც აღარაფრად ეღირება, გორავ. გახსოვს ქრისტეფორე რაჭველიშვილმა რატომ მოაკულევინა თავი. იქნება დახვრეტას გადარჩენილიყო კიდეც. თავი დაახვრეტინა. ერთ-ერთ დაკითხვაზე მისი უახლოესი და უერთგულესი მეგობრის ხელი დაწერილი ჩვენებები წააკითხეს, გაზვიადებულად, ჩეკისტებს რომ სჭირდებოდათ. ისე იყო გაშუქებული ბრალდებები, რომლებიც თვით ქრისტეფორეს ვერანაირი წამებით ვერ აკისრებინეს. ქრისტეფორეს, კუჭის წყლულიან, რაფინირებულ ინტელიგენტს. დაპირისპირება მოითხოვა, ამ სიცრუებს არ იტყო და თქვენი პროვოკაციაა, ან წამებით ათქმევინეთო. დათანხმდნენ, დაგიპირისპირებდო. ქრისტეფორეს საკანში დაბრუნდა და პატარა ხნის ფიქრის შემდეგ თქვა, თუ იმ კაცმა მართლა მისცა ის ჩვენებები და დაპირისპირებაზეც გაიმეორა, ყველაფერს დაუდასტურებ. დამხვიტონ რისთვის ღავი ცოცხლოა. დაადგა ის კაცი პირზე. ქრისტეფორემ კვერი დაუკრა და დახვრიტეს. ბერია 36 წლის შემოდგომაზე დიდი მიტინგი გამართა. თავისი თუ სხვისი დაწერილი გავაცამტვეროთ სოციალიზმის მტრები წაიკითხა. 300,000 კაცი ესწრებოდა. თბილისის ყველა წარმოება დაწესებულება სრული შტატით იყო მორეკილი. დაუსწრებლობას რომელი თავზე ხელაღებული გაბედავდა. მეც იქ ვიყავი. საყოველთაო მოწონების სამზარეულო ვნახე. დიდი მოხსენება იყო შემდგომში ბროშურად გამოიცა. ყოველი 2 თუ 3 აბზაცის შემდეგ ბრბოში საგანგებოდ ჩაყენებული პირები ოვაციებს მართავდნენ. ხალხი ვაშას გაგკიოდა. ისეთი გრგვინვა იყო, შენობებს ზანზარი გახონდა. ვინ და რატომ უბამდა მხარს ორატორებს? ყველა მიუხედავად იმისა, რომ უხეირო გახმოვანების გამო ბერიას ლაპარაკის ნახევარიც არ ისმოდა და შიშით, რომ გვერდით მდგომს მას ლოიალობაში ეჭვი არ შეეტანა. მასობრივმა ხოცვა-ჟლეტამ ხელისუფლების ყველანაირი ღონისძიების საყოველთაო მოწონება ასე მოიტანა. რაღაცნაირი ისეთი დრო იყო, რომ იმ განუკითხაობის ფონზეც კი ბევრი გახდათ, ვისაც კომუნიზმის მშენებლობისა და ამასთან დაკავშირებით მსხვერპლის გაღების აუცილებლობა სჯეროდა. მე ჩვენი ტექნიკუმის კომკავშირული ორგანიზაციის ერთ-ერთი მდივანი ვიყავი. მიტინგი მიტინგზე იმართებოდა. ყველანი უკრავდით ტაშს. დარც ოვაციების ნაკლებობა იყო. ყველაფერთან ერთად ორატორის პაუზის დროს, რაც წინასწარ იყო განზრახული, ასეთი ლოზუნგები გაისმოდა ხოლმე დამსწრეთა მასიდან. გაუმარჯოს წითელ ხომალდს, რომელიც მსოფლიო ოკეანის შავ ტალღებს შეუპავრად მიაპოვს და კომუნიზმისკენ უჭირავს გეზი. იმას მეორე შეძახილი მოხვდებოდა, გაუმარჯოს წითელი ხომალდის გენიალურ მესაჯეს, მსოფლიო პროლეტარიატის ბელად სამხანაგ იოსებ ბესარიონიძე სტალინს, რომელიც თავისი ფოლადის ხელებით მართავს წითელ-აფრიან ხომალდს. ამის შემდეგ ორატორი განაგრძობდა თავის გამოსვლას შემდგომ პაუზამდე და ისევ ლოზუნგები და შეძახილები. იმ ხანებში ჩვენი ტექნიკუმის
მსმენელთაგან ბევრი წავიდა შინაგან საქმეთა კომისარიატის სხვადასხვაგვარ კურსებზე თუ სასწავლებელში, ზოგი კავშირგაბმულობის დარგში, უფრო კი რადისტთა დახელოვნების კურსებზე, რამდენიმე მსმენელი გაირიცხა. როგორც ხალხის მტრიშვილი, მე არ გავურიცხივართ, მაგრამ კომკავშირის კომიტეტის მდივნობიდან გამათავისუფლეს. ვინმე ლაშხი იყო კომკავშირის აიკომის მდივანი დამიბარა და დიდი ხანი გავიდა ქალაქ ნორილსკის მშენებლობაზე ვნახე. წერა ქვიეჭირა, გაღენულ მიწას ებრძოთა. ისე კაცმაც თქვას, ბევრი ისეთის დაიჭირეს და მოსპეს, ვისი თავიდან მოცილება მართველი წრეებისთვის არც თუ გაუმართლებელი იყო. ვასო არაბიძე მსახიობი, მაგრამ წარსულში მენშევიკი, თავის დროზე მურმანსკის გადასახლებიდან გამოიქცა, იმისთვის, რომ მოსკოვში 1905 წლის ბარიკადებზე ებრძოლა. ამ პიროვნებაზე მაქსიმ გორკის მოგონებას კი აქვს დაწერილი. საერთოდ ასეთებზე საგანგებოდ ნადირობდნენ. აქ ჩემი აზრით მიზეზი იმაშია, საძებნელი, რომ ადამიანმა, რომელმაც რევოლუციურ მოძრაობაში, ცარიზმის დამხობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, შესაძლოა რაიმე სერიოზული პრეტენზია განაცხადოს ხელისუფლებაში მონაწილეობაზე. ან დაარსებული წყობილებით უკმაყოფილება გამოთქვას და მაშა სადამე ანტისაბჭოთა პროპაგანდას მიჰყოს ხელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვასო არაბიძე და მისთანანი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერზე და არავითარი პრეტენზია არ ჰქონიათ, ყველა მოხვეტეს, როგორც პოტენციური მტრები. ერთი კაცი იყო, გვარი აღარ მახსოვს, რომელიღაც პოლიკლინიკის მონედ მუშაობდა. ამ კაცის მხოლოდ ის დამახსოვდა, რომ ახველებდა თუ ცხვრს აცემინებდა, ვერ გაუგებდი. მატარებელში გავიცანი. მაშინ საქართველოს თუ თბილისის ბავშვთა კალათბურთის ნაკრებ გუნდში ვთამაშობდი. კიევიდან ბრუნდებოდი. კუპეში მოხვდი მასთან ერთად. გავიცანით ერთმანეთი. ერთი მე ვიტყოდი საოცარი თვისება ჰქონდა. კუპედან გასვლას თუ მოინდომებდა, ჯერ სპირტიანი ბამბით გასწმენდა და კარის სახელოს დეზინფექციის მიზნით და მერეღა მოავლებდა ხელს. საინტერესოა, სანამ დახვედდნენ ტუალეტში, როგორ შედიოდა და გამოდიოდა. საკვირველი დრო იყო და არც რბილად რომ ვთქვათ, საკვირველი კაცები აკლდა ქვეყანას. აი, ზოგი მათგანი. იოსებ შოლომიჩი, ჩვენგან მესამე სახლში ცხოვრობდა. ეს მოხუცი, მარტოხელი ებრაელი. ალბათ სწორედ უპატრონობით უნდა აიხსნას, რომ ქვეყნად იმაზე წვირიან ტილიანი და აღროლებული, მას მერე აღარავინ მინახავს. მეზობლების საუბარი მომისმენია, დაობდნენ ხოლმე. სად და რა საქმიანობით იყო გართული იოსებ შოლომიჩი სისხამდილიდან დაღამებამდე. ნამდვილი არავინ იცოდა, მხოლოდ ვარაუდები იყო. ის მწირი ცნობები, რაც მე და ჩემს თანატოლებს მოხუცი ებრაელის გარშემო გქონდა, დოყლაშასგან მომდინარეობდა. დოყლაშა ჩვენს ქუჩაზე მცხოვრები ჩეკისტ დოშოიანის ბიჭის მეტსახელი იყო. ცნობა პირველი. ვიღაცამ ჩეკაში ამბავი მიიტანა იოსებ შოლომიჩს ოქროს თუმნიანებით სავსე დიდი ქოთანი საწოლის ქვეშ ამოთხელ და კარგად შენიღბულ ორმოში უდევს. წავიდნენ, იპოვნეს, წამოიღეს. საუნჯის პატრონის წამოიყვანეს. მიზანსცენა. კაბინეტი. საწერ მაგიდას უზის დოყლაშას მამა დოშოიანი. მიდმულ მაგიდაზე დგას ოქროს მონეტებით თავმოყრული დიდი ქოთანი. რის ამოღების გამო ოქმის შედგენის რიტუალს ესწრება ყველა, ვინც ოპერაცია ჩაატარა. ფული გადათვლილია, ჩაბრუნებულია ქოთანში, ოქმი დაიწერა, ხელიც მოაწერეს. შემოიყვანეს იოსებ შოლომიჩი. დოყლაშას მამა მიმართავს ქოთნის ყოფილ პატრონს. ამოდენა სიმდიდრე ჰქონდა. შენი ქვრივი გოგო თავისი მშიერი, გასათხოვარი ქალიშვილებითურთ სარდაფში ცხოვრობს. ეხმარებოდი? იოსებ შოლომიჩის დუმს. დოყლაშას მამა ეკითხება. კარგი, იმათთვის განანებოდა. შენთვის ერთი შარვალ ხალათი გეყიდა. ერთხელ აბანოში წასულიყავი, რა იქნებოდა? იოსებ შოლომიჩის დუმს. დოყლაშას მამა ამბობს. ამოდენა ოქროს პატრონი ხელი თავმობმული ქოთნისკენ მიაქვს. მონეტებს ბღუჭავს, უკანვე ნელახრის. ოქროს წრიალი გაუდის. იოსებ შოლომიჩი ისტორიულად ხრიალებს. ნუ აწუხებ, არ შეაწუხო, ეს მონეტებს ეხება. მოხუცი რამდენიმე თვის მანძილზე საკანში უზით, იმ იმედით, რომ კიდევ დააყრევინონ რაიმე. იოსებ შოლომიჩი ქვაზე მაგარი, არაფერს იძლევა, ბებერია და ათავისუფლებენ.
ცნობა მეორე. იოსებ შოლომიში შპიონი ყოფილა, დაახვრიტეს, 91-ისა იყო. ცნობა მესამე. დოყლაშას მამაც დაახვრიტეს, 46-ისა იყო. ეჟოვი და ბერია იმის თქმას ხომ ვერ გაბედავდნენ, რომ ყოველნაირ საზოგადოებას თავისი პარაზიტი უნდა ყავდეს და ამას ვერავითარი კომუნიზმი ვერ უშველის. კომპარტიამ სათანადო ტერმინებიც კი გამოიგონა, დეკლასირებული ელემენტი, კაპიტალიზმის გადმონაშთი და სხვა ასეთები. ესწყევლასავით გამოთქმები იმ დემაგოგიაზე იყო დაფუძნებული, რომ ჩვენი წყობილება დამნაშავეობისა და უზნეობის სოციალურ საფუძველს მოკლებულია. ამ დროს კი ტერორმა, სხვა მარადცნობილ დანაშაულობათა გვერდით ახალი უმძიმესი ბოროტება შვა. უპრინციპობა, ეს სიცოცხლის შენარჩუნების პანაციად იქნა მიჩნეული. ვაი რომ ხშირად ეგრე ამას მოჰქონდა ხსნა. ასეთ ამბავს შევესწარი. ჩემი ორი ნაცნობი ყმაწვილი კაცი სასტუმროს ვესტიბიულში შემოვიდა. იქვე ვიდექი. სალამი ვთქვით. ორი სიტყვით გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და ამ დროს ერთ-ერთმა იატაკზე 10 კაპიკიანს მოჰკრა თვალი. დაიხარა აღება უნდა და მეორემ დასძახა, არა იყო ბიჭო, რეშკაა. პირველმა უკვე დახრილმა და 10 კაპიკიანისკენ ხელგაწვდილმა მშვიდად მიუგო. გადავაბრუნებ და არიოლი იქნება, სიმონ. ფული აიღო და წავიდნენ. თბილისური ჩვევების თანახმად ნაპოვნი წვრილი ფულის აღება მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, როცა იგი არიოლით ზემოთ იყურებოდა. არ ვიცი რატომ მომთხოვა განწყობილებამ ამ უმნიშვნელო ეპიზოდის განზოგადება. იქნება იმიტომ, რომ მანამდე გაუცნობიერებელი საყოველთაო პრინციპების მაგალითი უნდა მოეცა განგებას. იქნება ეშმაკი შემომიჩნდა. თუ გადარჩენა გნებავს, ასეთი იყავიო. შეიძლება მართლაც შემყროდა ის უკურნებელი სენი. მალე რეშკა 10 კაპიკიანის ამღების დახვრეტა რომ არ გამეგო. არა, 10 წელი უმიწერ მოწეროთ. მაგათგან ეგრეთ წოდებული სპლავნიე კამანდი სდგებოდა. სახელმწიფოს სხვადასხვა კუთხიდან მორეკილი ხალხი იყო. მიხავდათ ურალის, ციმბირისა თუ შორეული აღმოსავლეთის რომელიმე მდინარის ხეობაში ტყის საჭრელად. ზედ ნაპირებზე სჭრიდნენ, აცურებდნენ. ასე მიხვებოდნენ სათავისკენ და გზადაგზა იხოცებოდნენ შიმშილით და დაავადებით. როგორც თბილისში იტყვიან, ეს ყველაფერი არაფერია, მაგრამ ჩემ გარდა ბიძას ნესტორ მაღალაშვილს ჩეკისტი ყოფილიყავი, მეც კი დავიჭერდი. ერთი იმიტომ, რომ 9 ცოლი გამოიცვალა, სახელდობ 9. მამას სადღაც მივყავდი. ძია ნესტორი სასიამოვნო გარეგნობის ქალთან ერთად შემოხვდა. საუბარი გაიბა. არ ვიცი მამამ მართლა ზედმეტი ყურადღება მიიპყრო იმ ქალისა თუ ძია ნესტორმა საჭირო ჩათვალა და თქვა, ეს ჯერ 8 ნახევარია, მე-9 არ გეგონოსო. შემიძლია ხალხზე დავიფიცო, რომ ბათუმში ნესტორი და მისი 4 ცოლი ერთად მინახავს. ყურადღების ღირსი ის არის, რომ ის 4-ვე ცოლი ისევე კეთილგანწყობილნი იყვნენ ერთმანეთისადმი, როგორც ნესტორი მათ დამი. ახლა იმაზე თუ როგორ მოაგროვა ამდენი ცოლი. ერთი ისა, რომ ნესტორზე მიმზიდველი გარეგნობის მამაკაცი სიცოცხლის მანძილზე არ მინახავს. მეორე უმდიდრესი და ურთულესი ბიოგრაფიის კაცი იყო. ასე გასინჯეთ, პირველი მსოფლიო ომის დროს საქვეყნოს სახელმოხვეჭილი ინგლისელი პოლკოვნიკის, ლოურენსის ახლო თანამებრძოლი და მრჩეველი გახლდათ. რა თქმა უნდა, მაჰმადიანური გვარსახელით. მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ თურქეთში მოიკიდა ფეხი. ნეგოციანტობდა. სწორედ იქ მოხდა მისი ერთ-ერთი ქორწინება. მავანი სომხის ოჯახთან კარგი ნაცნობ მეგობრობა ჰქონდა, ქმარი გარდაიცვალა. ცოლს ბეატრისა ერქვა. 4 შვილი დარჩა და დიდი სიმდიდრეც. ამ დროს თურქ-სომეხთა ხოლსვაჟლეტა დაიწყო. ბეატრისას თავი შვილებიანად განადგურება მოელოდა. ნესტორი მაჰმადის რჯულზე იყო შემდგარი, თუ არ ვცდები, გვარად მურად ბეი გახლდათ. ბეატრისამ სთხოვა, შემირთე მაჰმადიანის გვარი მექნება გადავრჩებითო. ნესტორმა ის საკმაოდ ამაზრზენი გარეგნობის ბეატრისა შეირთო და წამოვიდა საქართველოში მენშევიკური მმართველობის დროს. აი, ის დანარჩენი ცოლები სადიშონა, ამისი აღარაფერი ვიცი. ნამდვილი უზადო არისტოკრატი იყო. საცოდავი დღესაც თვალწინ მიდგა ძია ნესტორი, თავისი უდახვეწილესი მანერებით, მოგზალებულობით, ზრდილობით. იმითაც კი თუ როგორ ჯდებოდა სკამზე, თუ სავარძელში. ღმერთო, როგორ მოუყარე თავი ერთ ადამიანში ამდენ მშვენიერებას.
რამდენიმე წლის შემდეგ უკვე მე თავად ვიჯექი სკამზე და ჩვენებებს ვაძლევდი ერთ დიდ და ძველ ჩეკისტს. მოულოდნელად მკითხა ნესტორ მაღალაშვილი ბიძად გეკუთვნოდა თუ? დაუდასტურე. მცირე პაუზის შემდეგ მითხრა. ალბათ წარმოდგენილი გაქვთ, რამდენმა და რამდენაერმა კაცმა გაიარა ჩემს ხელში. ისეთი არავინ შემხვედრია და ვერც როდისმე ვნახაო. თავის სინანულით გაიქნია და დაკითხვა განაგრძო. ეს ჩეკისტის შეფასება იყო. შეფასება, რომლის გულისთვისაც თუ წამოვაჭარტალებდი, იქნება პასუხიც ეგო. ერთი სიტყვით, როგორც შემდგომში ერთმა პატიმარმა მითხრა, сажали всех, сажали везде, и подавляющем большинстве случаем ни за что. წერლებსაც დაერევნენ. ჯერ იყო მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს, რომელიღაც საკრიტიკოსმა მემარჯვენე ორიენტაციის მწერალი დაარქვა. ესაც ნუ იქნებოდა უცხოეთში კარგახანს ნაცხოვრები კაცი იყო. ესე იგი, ამას ორჯერ დახვედა ერგებოდა. მერე პაულო იაშვილმა მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ საკუთარ კაბინეტში ორლულიანი სანადირო თოფი ჩაიდო პირში. ორივე ფერს გამოსწია. თავის ქალამ პირი დააღო. სროლის ხმაზე მწერლები შემოცვიდნენ, ერთ-ერთმა თავის ქალას ფეხი დააჭირა, გადმოსწია და ყველას გასაგონა თქვა. ამ თავში ასე და ასე ვქენიო. შეიძლება სახელდობრა ამ ფრაზამ გადაარჩინა დახვრეტას. არა მგონია, პროკომუნისტური მწერალი იყო, თუმცა ასეთების ბლომად გაისტუმრეს საიქიოს. მათ შორის მეხოთბენის, აი ერთი მათგანი. ლექსი გამოაქვეყნა, რა კარგი არის, რომ ერგლივ ქვის გალავანი გვეპაროს. იყეფე ძაღლო, იყეფე, მტერი არ შემოგვეპაროს. ამ ლექსს ერქვა სახელოვან შინ სახკომს, თუ რაღაც სხვა, მაგრამ წრფელი გულით იყო დაწერილი, თუმცა ამის დაჯერება საკმაოდ ძნელია. ტიციან ტაბიძეს აუხირდნენ, განაცხადე, რომ შენი ესა და ეს მეგობარი ხალხის მტერიაო, არ განაცხადა, დახვიდეს. ბერიამ რომელიღაცა თავის გამოსვლაში ზემოხსენებული სამი მწერალი და კიდევ ორი სხვა ქართველ ფაშისტებად თუ კიდევ რაღაც სხვა ჯურის ხალხის მტრებად მოიხსენია. ორი გადარჩა. ერთი იმით, რომ სასწრაფო დაწერა წიგნი ბელადი, პირველი წიგნის გამოცემა მოასწრო, მაგრამ შეპირებული ტრილოგია განუხორციელებელი დარჩა. დანარჩენი ორი წიგნის დაუწერლობის გამამართლებელი მოსაზრება დროთა ვითარების გამო საკმაოდ ჰქონდა, მაგრამ ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, რადგან მისი გადარჩენის გამო სხვა აზრიც არსებობს. აი მეხუთე ფაშისტის გადარჩენა კი ღმერთმანი ყურადღების ღირსია. ეს მწერალი ახალგაზრდობაში მემარცხენე იყო და სტალინთან ერთად არალეგალურ პრესაში რამდენიმე სტატია ჰქონდა გამოქვეყნებული. მას ჯერ კიდევ სიცოცხლეში ქართული ლიტერატურის სინდის უწოდებდნენ. მოგზალებული, კეთილშობილი, ღმრთივ განათლებული და დიდად ერუდირებული პიროვნება გახლდათ. ეს კაცი ამ დროის ერთმა თავისებურებამ გადაარჩინა. კერძოდ, თუ ვინმე ისეთი დაბრუნდებოდა მოსკოვიდან, ვინც სტალინთან მიღებაზე იყო, მატარებლიდანვე კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს უნდა ხლებოდა და დაწვრილებით ეამბნა ყველაფერი, რაც მიღებასა და შეხვედრას შეეხებოდა. დაბრუნდა მოსკოვიდან მიხეილ ჭიაურელი, ცნობილი რეჟისორი. ეახლა პირველ მდივანს და საუბრისას კიდევ რა იყო პირველი მდივნის შეკითხვაზე? ჭიაურელმა მიუგო. ესა და ეს მწერალი იკითხა, როგორ არის, რას აკეთებსო. ჭიაურელს უთქვამს, ძირითადად ფრანგულ ლიტერატურას თარგმნის, ხანდახან პატარ-პატარა სტატიებსაც აქვეყნებს. ცხოვრობს როგორღაცა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ სტალინს ჩაულაპარაკია. Да, он всегда был непрактичным. ამ წერილისთვის არამც თუ თითი არავის დაუკარებია, რაღაც თუ ვიღაცის იუბილეი იყო. ლიტერატურული გაზეთის საიუბილეო ნომრის რედაქტორობა მიადეს და კარგად დიდი ჰონორარიც გადაუხადეს. ასეთებიც ხდებოდა. კიდევ ერთი საყოველთაო ცნობილი მწერალი გადარჩა, ერთობ თავისებური თვისების გამო. ანეკდოტებისთვის. თუ კი ჩეკისტები ჩასწვლიდნენ, რომ ანეკდოტს რაიმე მაინც ჰქონდა საერთო პოლიტიკასთან, თქმელს აპატიმრებდნენ ანტისაბჭოთა აგიტაციის პროპაგანდისთვის. ეს მწერალი იმიტომ გადარჩა, რომ მოსმენა იცოცხლე უყვარდა და სიცილითაც კვდებოდა ხოლმე, მაგრამ მეხსიერებაში რაღაც საგანგებო ხარვეზის გამო სასაცილოს ვერაფერს იხსომებდა და ამიტომაც ვეღარ იმეორებდა. ზოგი ჭირი მარგებელი იყო, პირდაპირ ამაზიაზეთ გამოჭრილი. ერთი სუმბათა იყო თბილისში,
ზამთარ ზაფხულ მოკლე შარლის ამარა დადიოდა. სიცივესა და ყინვაში მტკვარში ბანაობდა ხოლმე. ფხერხაობით გახქონდა თავი. ერთიც პირველი მსოფლიო ომის ინვალიდი იყო, სახელი აღარ მახსოვს. ფეხების ზემო სახსარში ჰქონდა წაჭრილი. ხაკისურებიანი ურიკი დადიოდა. ორთავე დაიჭირეს, როგორც იმპერიალიზმის ჯაშუშები. მამაჩემი ერეკლე კარგარეთელი ამტკიცებდა, არისტოკრატია დეგრადირებულია, თავისი ისტორიული როლი შესრულებული აქვს. დრო მოჭამაო. საამისოდ მრავალი მაგალითი მოჰყავდა. ზოგი მათგანის მოწმე თავად ვარ. ნათესავი გვყავდა ძიალეო, თავადი, ქაკუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი. ერთხელ მამამ ჰკითხა, იმ ბრძოლებიდან ყველაზე მეტად მეხსიერებაში რა ჩაქჩაო. ძიალეო დაფიქრდა და მიუგო. ცხენების ნაკლებობა იყო. ქაკუცამ ბრძანა, ჭაკებს კუდები დაჰკრიჭეთ, ულაყები ადვილად მიუდგებიანო. ამ კაცის ინტელექტი გაკრეჭილ კუდებს იქით არ წასულა. ბოლშევიკებმა მის დასახვრეტად ეს დონე საკმარისად მიიჩნიეს. აი მეორე ჩვენი ახლობელი, ისიც არისტოკრატი. ღრმად მოხუცებული ყოფილი გენერალი ვარლამ სიმონიჩი. დედაჩემის ნათლია გახლდათ. სია ჰქონდა, თვეში ერთხელ სადილად მოდიოდა. ეს კაცი შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შემწყნარებელ ხელისუფლებასაც კი დაეხვიტა. რისთვის? მამასთან საუბარში თავისი ჩახლეწილი ხმით ასეთ რამეებს ამბობდა ხოლმე. ო, ერეკლე, უტყუარი ცნობა მაქვს, მოსკოვს პოლონელები 16 აპრილს აიღებენ. არა უგვიანეს, ამას დეკემბერში რომ იცანაც არ მეტყველებდა, იანვარში იტყოდა. პოლონელებმა გადაიფიქრეს, მაგრამ მაისში ინგლისელებმა ლენინგრადში დესანტი უნდა გადმოსხან. სხვა გზა არა აქვთო. და წყაროდ დიდი ბრიტანეთის გენერალურ შტაბს ასახელებდა. როგორია? 99 წლისა დახვრიტეს. აქ ყველაფერი გასაგებია. სრულიად გაუგებარია აი რა. ძველ თბილისურ სახლებს უზარმაზარი სარდაფები ჰქონდა. ზოგში საწყობები იყო, ზოგში სამიკიტნოები და რესტორნები, ზოგში რა და ზოგში კიდე რა. ერთ-ერთ ასეთ სარდაფში რესტორანი ოლიმპია თუ სიმპათია იყო მოთავსებული. მეორე, მესამე ხარისხოვანი დაწესებულება. მეეტლეების, ხელოსნებისა და უსაქმურების საქეიფო ადგილად ითვლებოდა. მერე აქ საღამოობით მარნეულელმა თათარმა მამედამ დაიწყო სიმღერა. დასტა ყავდა, ორი თარი, ჭიანური დაირა და დიპლიპიტო. მშვენიერი მომღერალი იყო საცოდავი და რესტორნის მუშტარიც შეიცვალა. უკეთ თქვათ, თბილისური სიმღერების მოყვარულებით შეივსო. 15-სანი ვიყავით, ანუ იმ ასაკისა, როცა რესტორანში ჯდომა თვით დამკვიდრების ერთ-ერთი საშუალებაა. ამასთან თბილისში დაბადებულებსა და აღზრდილებს ქალაქური სიმღერების ყადრი გაგვიგებოდა. ტექნიკუმში მწირი სტიპენდიები გვქონდა, მაგრამ არც რესტორანში ვახშმობა იყო ძვირი. 2 ლიტრი ღვინო, თავისი საუზმეულით, 2 მწვადი და მამედას სიმღერებით, 10 მანეთი. ერთხელ გოგია წულუკიძეს რაღაც ფული გაუჩნდა. ოლიმპიაში ჩავედით. ვახშმობთ. ჩვენ სიახლოვეს 4 ქეიფობენ. მაგარი მთვრალები არიან. მამედას ვრცელი რეპერტუარი ჰქონდა. ეხლა ვერ ვიტყვი, გივიშვილისაა თუ სკანდარნოვასიეს სიმღერა. ხშირად მღეროდა, ასეთი ტექსტია. ქვეყანა გამოიცვალა, მაგრამ შენ ისევ ვირი ხარ. პატრონისთვის უსარგებლო სოფლისთვის დიდი ჭირი ხარ. ვირო, ეს ბოლო ვირო, მინამღერია. დაიწყო მამედამ. მინამღერის თქვა. ერთი იმ 4-თაგანი ზეზე წამოიჭრა და დაიღრიალა. მე მეყურამს. მამედასკენ გაიწია. მეინახეებმა ხელისტაცეს დასვეს, როგორც იყო დააშოშმინეს. მომღერალსა და მუსიკოსებს ეს ინციდენტი არ შეუნიშნავდა. პატარა ხნის მერე გოგია მამედასთან მივიდა, 5 მანეთი მისცა, ვირო იმღერეო. დაიწყო მამედამ და ეხლა კი დაუსხდა ის ახირებული მოკეიფი ამ ხანაგებს და მამედას ეტაკა. ატყდა გაწევ-გამოწევა, ლანძღვა გინება და შფოთი. გამშველებლებმა მოახერხეს, კონფლიქტს მოლაპარაკების სახე მისცეს. ახირებული კაცი მოითხოვდა, რომ მამედას ამ სიმღერის შესრულებისას ხელი ცაში ჰქონოდა აშვერილი. მამედა ჯერ იყო დათანხმდა, მაგრამ მერე მოაგონდა, რომ ალახი ცაში ბინადრობს და კატეგორიული უარი განაცხადა. მომკალით მაგას ვერ ვიკისრებო. საკითხის კომპრომისული გადაწყვეტა გამოინახა. მამედას ვიროს შესრულების დროს მარჯვენა ხელი განზე გაშვერილი უნდა ჰქონოდა, რისთვისაც მას მოსალოდნელი ექსცესების თავიდან ასაცილებლად არც შემდგომ ხანებში უღალატია.
ეგ არის ჩეკისტებმა მიიჩნიეს, რომ მომღერალს ხელი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობისკენ, კერძოდ ბერიას კაბინეტისკენ ეჭირა ხოლმე და მომღერალი გააქრეს. მას მერე მამედასი არც სიმღერა გაუგონია ვინმეს და არც ასავალ-დასავალი. კაი ბატონო გვეყო ზოგი, მერე იყოს. მიტილენიჩი თავის კაბინეტში ბოლთას სცემდა. გლების სმენაზე იდგა. უფროს თვალს კაბინეტის ერთი ბოლოდან მეორემდე დააყოლებდა და ელოდა, როდის განაგრძობდა მსჯელობას მენტორი. უკეთ ვთქვათ, ეს საუბარი მონოლოგი იყო. მიტილენიჩი თავისთვის ხმამაღლა ფიქრობდა. ხოლო გლები დროდადრო უდასტურებდა. დიახ, რა თქმა უნდა, ცხადია. ბოლო პაუზა შედარებით გრძელი გამოდგა. მიტილენიჩი კედლამდე მივიდა, რუკას ჩააშტერდა. მისი ზურგი დგომა კარგახანს გაგრძელდა და გლების სკამზე დაეშვა. მიტილენიჩმა სწორედ ამ დროს დააპირა შემოტრიალება. გლებმა დაასწრო, წამოხტა. მიტილენიჩს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია, მაგრამ არც რეაგირება მოუხდენია. წამოვიდა სმენაზე გაჭიმული გლების სიახლოვეს, გაჩერდა და მიმართა. კარგი, ესე იგი, რა ქვია იმ პატარა მამულს, სადაც ბატონი აშნა? კომენდანტა თუ დარაჯად? ოტრადა რა? გლებს დადასტურება სურდა, მაგრამ მიტილენიჩმა არ დააცადა, რა ხანია მან დრო მუშაობს. გათავისუფლების შემდეგ, როდის გათავისუფლდა, არა რისთვის იჯდა, ჯერ ესა ვთქვათ. ურენგოისკენ მომავალმა კაცი გაიტანა. ძღოლი იყო. ვის სიმძღოლი იყო? ფელიქს სანცოვის. რა კაცი იყო, რა თანამდებობა ეკავა ურენგოიში სანცოვს. ეს აღარ გახსოვს, რა თანამდებობა ჰქონდა გლებ. მომარაგება გასაღების სამმართველოს უფროსი. ნავთობ მომპოებულ გაერთიანებაში. ჩვენი ცნობები ძალიან მდიდარი და უზომოდ გავლენიანი კაცია. კარგი. ეხლა სანცოვის ამბავი ცოტა ხნით გადავდოთ. დაუბრუნდეთ აშნას. მისი დანაშაული იმდენად მძიმე და ცხადი იყო, რომ სანცოვმა მხოლოდ პატიმრობის ვადის დაკლება მოახერხა. 6 წელიწადი. ამდენი არ მჯდარა, უფრო ადრე გათავისუფლდა. გათავისუფლდა მაშინ, როცა სანცოვი უკვე ახალ თანამდებობაზე ბრძანდებოდა და კარგარეთლის გაქცევამდე გაცილებით ადრე. ასე არ არის? აშნა მოტრადაში სამსახური გათავისუფლებისთანავე დაიწყო? არა. თუ თვენახევარი ურენგოიში ცხოვრობდა. 2 თვე და მეტიც. შეგვიძლია თუ არა მივიღოთ მოვლენათა ასეთი თანმიმდევრობა. სანცოვი ახალ თანამდებობაზეა. სასამართლო აშნას პირობით ვადამდე ათავისუფლებს. იგი ბანაკიდან თავის პატრონთან ბრუნდება. სხდომები, კრებები, მოსახლეობასთან, რაიონის სამრეწველო-სამეურნეო კომპლექსის თანამშრომლებთან შეხვედრები. ამას სწორედ ის 2 თვე თუ მეტი სჭირდება. აშნა რომ ოტრადაში დანიშნას ელის. იბარებს მამულს. კიდევ 1 თუ 2 თვე სანცოვი მიდის შვებულებაში. სად? ურენგოიში. მოსკოვში ისევ ურენგოიში. ბრუნდება თავის ახალ სამუშაოზე. მიტილენიჩმა ერთხმას თანაშემწის პასუხს უცადა. ის კი ფიქრობდა, ვერაფერს ამბობდა. მიტილენიჩი მოტრიალდა, თანაშემწეს გაუღიმა და უთხრა: გლებ, შენს წარმატებებს საზღვარი არ აქვს. აი, ავიყვანთ კარგარეთელს. ვიმსახურებ კიდევ 1 წელიწადს, გავალ პენსიაზე, წავიყვან ჩემს მარას სამხრეთში, სადაც ზღვისპირას ვიყიდის ხუხულას, ვიცხოვრებთ. შვიდად და აუმღრევლად. ჩემი თანამდებობა განაღდებული გაქვს. ჩვენი მიზანი და მოვალეობაა ავიყვანოთ კარგარეთელი, ცოცხალი თუ მკვდარი. მკვდარი საუკეთესო გამოსავალია. დურის აყვანა? დიახ, აქედან გამომდინარე დგება რამდენიმე გადასაწყვეტი საკითხი. დასადგენია სანცოვის ოჯახური მდგომარეობა. საყვარელთან დაკავშირებული ოჯახური ტრაგედიები მისთვის სრულიად არასასურველი უნდა იყოს. ამას გარდა, რას წარმოადგენს აშნა? ეს მისი მეტსახელია. რატომ არის ვიღაცა აშნა სანცოვის ცხოვრების აუცილებელი და განუხრელი შემადგენელი? გლები უკვე კართან იყო მისული, როცა მენტორმა მიაძახა: შენ ომსკში წასვლა დაგჭირდება. მე ვეღარ საწავალ. გააფორმე ბრძანება, მივლინება. დრო ცოტა გაქვს. წადი. გლები წავიდა. აქ რაღაც არის, მიტილენიჩი, აქ რაღაც არის, ჩაილაპარაკა და ბოლთის ცემა განაგრძო. გასაჭიროა მაინც და მაინც საზარელ რაღაცებზე ვიფიქროთ. იმ დროში სასაცილო თუ გონსასეირო ცოტა რამ იყო? რამდენიც გნებავს, მაგრამ ის სასაცილოც ტრაგიკულამდე მიგიყვანს. მიგვიყვანს და მიგვიყვანოს, რა ვქნათ ეხლა?
ჩვენ აღსრულებათა სამზადისის პროცესს ვიხილავთ. ვერაფერს გავიქცევით. კაი ბატონო, რომელი მოგონებით გავაგზავნოთ? ორნი რომ იყვნენ პატარა ბიჭები ძმები. ხო, რა ერქვათ, ვანიკო და პალიკო. ესე იგი ივანე და პავლე. კარგი ეგ იყოს. არა, ჯერ ზურიკოსი და ქეთინოსი გავიხსენოთ, რომელიც მოგეხასიათოს, როგორც გინდა. ერთად შობს თითქმის იგივე თემაა. აბა, დავიწყეთ. ისეთი ასაკის ბავშვებს, ვისაც ავად თუ კარგად თავის გატანის ილაჯი ჰქონდა, ღვთისანაბარას ტოვებდნენ. ზოგ მათგანს სკოლიდან აგდებდნენ. ასეთი მითითება არ ყოფილა ეს სასწავლებლის ხელმძღვანელობის შეგნებასა თუ პოლიტიკურ სიფხიზლეზე ეკიდა. დაუპატიმრებდნენ მშობლებში, აგდებდნენ ვისიმე საკუჭნაოში და მიანებებდნენ თავს. თუ რა თქმა უნდა, ცხვარიჭამიელ ვანო მათურელისთანა ბოროტმოქმედებაში არ იქნებოდა მხილებული. ვანო მე-14 წელიწადში იყო. წიგნში ლენინის პორტრეტს პირგადასაღები ქაღალდი შეუმარჯვა. ფანქარი დააყოლა და 10 წელიწადი. მამამისი ცხვარიჭამიაში მილიციელად იყო. ვინმეს მისი ჯავრი ექნებოდა, შვილი დაუბეზღა. რეპრესირებული შვილის მამას მილიციაში ვიღა დააყენებდა, თავიდან მოიშორეს. მართალია ზოგ ბავშვს ბებიამ, ბაბუამ, უფროსმა დამ თუ დეიდა მამიდამ უპატრონა, მაგრამ ბიჭების საკმაოდ დიდი ნაწილი სისხლის სამართლის დამნაშავეთა სამყაროში გადაბარგდა. ციხეებში ამოყო თავი. და ზოგმა ამ ასპარეზზე ხმამაღალი სახელიც მოიპოვა. მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. იყვნენ ორიგინალებიც, ორი ძმა დარჩა უპატრონოდ. უფროსი მედიცინის ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი იყო, უმცროსი მეხუთე კლასის მოსწავლე. ხშირ მწყურვალები დარჩნენ, მარტო და მიუსაფრები. უფროსმა ჯიბის ქურდობას მიიღო ხელი და ამ დარგში სრულყოფას მიაღწია, ოქროს ხელი ჰქონდა, ჯიბგირობდა. სანამ ექიმის დიპლომს დაეუფლა და უმცროსი გზაზე დააყენა. ამ ხნის მანძილზე არამსტუ ციხეში მილიციაშიც კი ვერავინ მიიყვანა. დადგნენ ფერზე ძმები და დაუბრუნდნენ მაშინდელ ჩვეულებრივ ცხოვრებას. ზურია და ქეთინო, 17 წლისა ზურია იყო, 15-ისა ქეთინო. ნიჭიერ ბავშვთა მუსიკალური სასწავლებლის მოწაფეები. მშობლები ერთსაც დაუპატიმრეს და მეორესაც. ერთმანეთი ადრევე უყვარდათ. დედის ერთები იყვნენ. ბინებიდან ორთავე გამოჰყარეს. რაღაც სოროებში შეასახლეს. ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. ის ორი სორო ერთ მანსარდაზე გადაცვალეს. გააყიდეს, რაც კონფისკაციას გადაურჩა, ფორტეპიანო შეიძინეს. მანსარდაში აიტანეს. ზურია პიანისტი იყო, ქეთინოს ხმა ჰქონდა, სჭირდებოდათ. განაგრძეს სწავლა და სტიპენდიით როგორღაც თავის გატანა. და ქეთინომ გოგო გააჩინა. ძალიან გაუჭირდათ. ერთხელ სასადილო მაგი და ზურგით წავიღეთ საკომისიო მაღაზიაში. ოჯახის უკანასკნელი ნივთი. გაყიდა და შეიჭამა. ვეშველებოდით. როგორც შეგვეძლო, მაგრამ თავადაც რა გაგვაჩნდა. შემთხვევის შვილები ვარ და აქაც შემთხვევამ განსანჯა მომავალი. ზამთრის ერთგვიან ღამით ზურია საიდანღაც ბრუნდებოდა. ქუჩაში ჭაჭანება არაფრისა და არავისი იყო. უცებ ყვირილი და ფეხის ქარათქური ატყდა. მილიცია მოსდევდა ვიღაცას. ზურია შეჩერდა, ხეს აეკრა. გევნილმა ჩამოუქროლა და თოვლიან გაზოში მძიმე რაღაც გადააგდო. ბნელოდა. მილიციამ ვერაფერი შენიშნა. ჩაიქროლეს და კუთხეს მიეფარნენ. მიწყნარდა ამბავი. ზურია გაზონში გადავიდა. გადაგდებული საგანი აიღო. პატარა პარკი იყო. ასე 1 კილოგრამი წონისა და თავგანასკული. გაიფიქრა იქნება ღმერთმა გადმომხედა და ლოკმაპური გადმომიგდო. პარკს ყელი შეხსნა. ქაღალდებში გახვეული ყველანაირი კრიტის გასაღებების რამდენიმე ასხმულა აღმოჩნდა. წამოიღო. თან იმაზე ფიქრობდა, ვის მივყიდო. შინ მივიდა, სხვენში დამალა. ერთი საოცარი თვისება აქვს ზოგ ნივთსა თუ საგანს. პოტენცია შინაგან შესაძლებლობებს ასხივებს, გაწუხებს, გამომიყენეო. ბევრი იფიქრა თუ ცოტა ზურიამ ბოლოს და ბოლოს გამოიყენა ნაპოვნი გასაღებები. ერთი მსხვილი ჩეკისტის ოჯახური ყოფა შეისწავლა. გულდასმით, ვინ როდის გადიოდა ბინიდან, როდის იყო შინ ვინმე და როდის არავინ. იმ ბინის კარს თავისი კოლექციის ერთ-ერთი გასაღები მოარგო. შევიდა და მხოლოდ ძვირფასი სამკაულები წამოიღო. ასეთი ოპერაციების მეშვეობით 5 წლის მანძილზე შეინახა თავისი პატარა ოჯახი. მოქმედებისა და გამოყენების პრინციპი ასეთი იყო.
არავითარი ფუფუნება და მცირეოდენი ნებივრობაც კი. ახალი ოპერაცია მხოლოდ მაშინ, როცა შიმშილი კვლავ კარზეა მომდგარი. ნაქურდლის გასაღება სხვა ქალაქებში. ხმა კრინტი არავისთან, მათ შორის არც საკუთარ ცოლთან. ჩემი მშობლების მიერ გადამალული სამკაულებიაო და ესაც მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა ქეთინო შემთხვევით წააწყდა ოქროს ნაკეთობებს. სამძებრო სამსახურის რამდენიმე უფროსი შეეწირა ზურიას ოინებს. ყველა გაქურდვას ერთნაირი ხელწერა ჰქონდა. იქამდე ერთნაირი, რომ დაზარალებულთა სოციალური წრეც კი ერთი იყო. მაძებრები მაინც ვერაფერს ხვდებოდნენ. ბოლოს სამძებრო სამსახურებმა ეჭვმიტანილთა უზარმაზარ სიაში შეტანილების სათითაო თვალთვალს, შესწავლასა და აგენტურულ შემოწმებას მიჰყვეს ხელი. ამ დროისთვის ზურიას თავისი ხელსაწყო მტკვარში ჰქონდა გადაგდებული. საჭიროება აღარ იყო. ერთი რომ ორთავე სამსახურში იყვნენ, მუსიკას ასწავლიდნენ და ამასთან ერთად ზურიას საკმაოდ თანხა ჰქონდა შემონახული. ზურიას საერთოდ არავის დაუკითხავს, ცოლს მიუჩინეს აგენტი. იმ მუსიკალური სკოლის სიმღერის მასწავლებელთაგანი, სადაც ქეთინო ნახევარ საშტატო ერთეულზე მუშაობდა და რომელთანაც ყველაზე მეტად იყო დაახლოებული. გასაჭირზე ლაპარაკი ახალი ამბავი არ არის. ქეთინოს როგორღაც წამოსდა კონფისკაციას სასწაულებრივ გადარჩენილი სამკაულები რომ არა, შიმშილით დავიხოცებოდითო. რამდენიმე დღისა თუ კვირის შემდეგ ისევ ისეთი ლაპარაკი ჩამოვარდა და აგენტმა ერთ-ერთი სამკაულის დაწვრილებითი აღწერაც მიიღო. ქეთინო დაჰკითხეს და ვინაიდან ერთადერთხელ ნანახი ძვირფასი ნივთების წარმომავლობის არაფერი იცოდა, საყვარელი ქმრის დანაშაული ტერორად იქნა კვალიფიცირებული. ხოლო ცოლისა დაუსმენლობად. სიმართლე უნდა ითქვას, მთლიანად არ მოუხდიათ მისჯილი ვადა. სხვა დრო დადგა. ქმარს ქურდობის მუხლით 3 წლის ნაჯდომობა აკმარეს, ხოლო ცოლს ასამართლობაც კი მოუხსნეს. ეგ არის ცხულქმარს მასარ და თავიდან გაუხდათ საძებნელი. სულიაშვილები დაიჭირეს ახალგაზრდა ცოლქმარი, ერთი შვილი ყავდათ, პატარა ბიჭი, ისეთი ლამაზი და საყვარელი რამ იყო. ავთვალს არ შეეხედებოდა. საბავშვო სახლში მოათავსეს. მათ გვერდით უშვილო ცოლქმარი ცხოვრობდა. იმათ დაიხსნეს ბიჭი საბავშვო სახლიდან და შინ მიიყვანეს. თვენახევრისა თუ 2 თვის თავზე ბიჭის დედა გაათავისუფლეს. დაპატიმრებისას ფეხმძიმეობა არ ეტყობოდა. ციხეში გაეზარდა მუცელი. ჩეკისტებმა გაშვება ამჯობინეს. დედამ გაიგო შვილი სადღაც იყო, წამოსაყვანად მივიდა, მაგრამ ბავშვი ისევ საბავშვო სახლში წაყვანილი აღმოჩნდა. ის მეზობელის დაეჭირათ. აქეთეცა დედა იქეთეცა, ბიჭი ვერსად იპოვნა და თავის გამომძიებელს მიადგა. ბავშვის ზებნასა და მიგნებაში გამოირკვა, რომ ცოლქმარი სწორედ იმ მეზობლებს დაებეზღებინათ, ვინც ბიჭი იშვილა. დედამ ეს ვერსია გულში ჩეკისტების პროვოკაციად მიიჩნია. ბიჭის მამამ 10 წელიწადი მოიხადა. თავისუფალ გადასახლებაში დატოვეს. გამბეზღებელი არ დაბრუნებულა, არავინ იცის რა ბედი ეწია. მისმა ცოლმა ბანაკებში დალიას სული. სიკვდილის წინ ბიჭის დედას ახსარება მოსწერა. თქვენი ცოდვა მე მაწევს, უშვილო ვიყავი, უმაგ ბავშვოთ სიცოცხლე არ შემეძლო. სულმა წამძლია და აკი მომისღო კიდეც ღმერთმა სამაგიერო. კარგი, გეყოფ ამდენი მოთქმა და ტირილი. მოდი სასაცილოები ვთქვათ. კოლხოზ მინდელოვ. ეს იყო ხალხის მტრების ჯგუფი. ერთ-ერთ ბაზარში მწვანილით ვაჭრობდა ყოფილი მედუქნე. მოხუცი კაცი, გვარად მინდელოვი. ჩარჩი იყო გლეხებისგან, ყიდულობდა დილა ადრიანა და მერე დაღზე ელაგა კინძი, ოხრახუში და სხვა მისთანანი. ხელში ბუზების საფრთხობი ეჭირა და გაიძახოდა. აბა, კაი მწვანილიო. კოლხოზ მინდელოვ, ყველა ბაზარში არიან ისეთი ჩარჩები. ზოგი რით ვაჭრობს და ზოგი რით. საღამოთი მინდელოვი და მისი კოლეგები დაიდგამდნენ ორიოდ ბოთლ ვინოს. იმას ლაათებდნენ და მიაშურებდნენ თავიანთ სახლებს. ერთ-ერთ ასეთ ღრეობაზე მინდელოვმა თანამესუფრეებს წუხელ ნანახი სიზმარი უამბო. კაცო, ზივარ, ცაში აეროპლანი მოდის. გამისწორდა. აეროპლანიდან ცხონებულმა ნიკოლოზამ გადმოიხედა და გადმოძახა. ცოტაც მოითმინეთ, მოვალ დუქნებს ისევ დაგიხსნითო. აქვე ვიტყვი ჩეკისტები თავიანთ ოპერაციებს თითქმის ყოველთვის ცინიზმით ამკობდნენ. მინდელოვის სიზმარი, როგორც ჩანს, მსმენელთაგან ერთ-ერთმა სადაჯერარს მოახსენა. დგას მინდელოვი ბაზარში. კოლხოზ მინდელოვს გაიძახის. მოვიდნენ ჩეკისტები, მწვანილის ფასები გამოიკითხეს. რამდენიცა გაქვს ბითუმად ყიდულობთ. ფას დაუკელიო. მინდელოვმა დაუკლო.
ჩაალაგებინე საქონელი ტომარაში. წამოგვიღე, მაგაში ცალკე გაგისწორდებითო. წამოიკიდა მინდელოვმა ტომარა და დანარჩენი ხომ გასაგებია. მინდელოვი ბებერი იყო, ცემასა და წამებას ვერ გაუძლებდა, მოკვდებოდა. ჩეკისტებს ამისთანებისთვის სხვა მეთოდი ჰქონდათ. ცალფეხზე დააყენებდნენ კუთხეში და ასე დახკითხავდნენ. კიდევ ვინ შედიოდა თქვენს კონტრრევოლუციურ დაჯგუფებაშიო? 5 თუ 6 კაცი დაასახელებინეს, მოხუცები იყვნენ. თავად მინდელოვი და კიდევ 3 ორთაჭალის ციხეში დაიხოცნენ. ამათ განადგურებაში კერძო მესაკუთრეობისა და ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაც იგულისხმებოდა. არა, ის კავეზისტებიც კაი ხალხი იყო, რა თქმა უნდა, ავეტიკას პარტიისგან განსხვავებით. ჩეკისტებს მათი დანაშაულის სამხედრი სრულად არაფერი გააჩნდათ. ტყუილ უბრალოდ ჩასვეს. მიუხედავად ამისა, სინანულის, მწუხარების თუ ბოღმის ნატამალსაც კი ვერ შეატყობდა კაცი. რადგან იცოდნენ, რომ დახვრეტას რაღაც მანქანებით გადაურჩნენ. ტერორის მუხლით მიუსაჯეს 10 წელიწადი. თქვათ პირდაპირ, ამ მუხლიანს სამეული ცოცხალს არავის ტოვებდა. ეს კია მათ გამო ციხეში სხვა ალკოჰოლიკებიც მორეკეს. ინტერნაციონალისტობა, როგორც თვისება, მე მგონია, პირველად არაყმა გამოუმუშავა ადამიანს. ლოთისთვის სულ ერთია ვისთან ერთად დათვრება. კი, კავეზისტები ინტერნაციონალისტები იყვნენ. ეს ორგანიზაცია მრავალეროვანი გახდათ. ჩეკისტებს დასმენა ჰქონდათ. დემონსტრაციის მოწყობას აპირებენ ლოთებისთვის, როგორც შრომის ინვალიდებისთვის. პენსიის დაწესება უნდა მოითხოვონო. და ამ ღონისძიების მზადებისთვის მოწვეულ კრებებზე იმასაც ამბობენ ხოლმეო, რომ თუ არ დაუნიშნეს, ლოთების ცოდვით ან სტალინი მოკვდება, ან ბერია, ან ორივეო. ამას გენაცვალე ტერორისტული განზრახვა ეწოდებოდა. დახვრეტა, მით უმეტეს, რომ გამოთქმა ლოთების ცოდვით დაკითხვის ოქმებსა და საბრალდებო დასკვნაში არ ფიგურირებდა. სამაგიეროდ ეწერა, რომ კონსპირაციისთვის თავის ძირგამომთხრელ ანტისაბჭოთა შეკრებებს დილის ხაში დაარქვეს. რაც შეეხება მათ კავეზისტობას, ეს ინტერნაციონალიზმის მსახვალი ხელისბრალია, კერძოდ კი იმისა, რომ ამ საქმეში გადიოდა რუსი, გვარად მასლაკოვი. რომელსაც იმდენი ურტყეს თქვენი ორგანიზაციის სახელწოდებას თქვიო, რომ მათ გადასთქვა კავეზეო. გამომძიებელი კინაღამ სიხარულმა გადარია, ხომ ათქმევინეო და უფროსებს მოსვლას თხოვა. შემოდით დაესწარით, ოქმი დავაფიქსიროთ. შემოცვიდნენ, დასხდნენ, გაშიფრეო, გაშიფრა. Как бы выпить, закусить. წვრილფეხობამ ზუმბებს ამოავლო ხელი. მასხრად გვიგდებს, მამაძაღლიო. თლად უფროსმა დაამშვიდა, ძალიან კარგიო. მასლაკოვის განწირულმა იუმორმა იურიდიულ პრაქტიკას კიდევ ერთი მარგალიტი შეძინა. აღნიშნულ იქნა, ორგანიზაციის სახელწოდებად კონსპირაციისთვის ჯგუფის მიერ შერჩეულ იქნა 300. კავეზე, რაც თავისთავად არაფერს ნიშნავსო. მასლაკოვის მიერ განმარტებული მნიშვნელობა არ ხსენებულა.